აქ რატომ მოვიდა? ეს კაცი აქ რას აკეთებს? რატომ მოვიდა? მამიკო? იფექ, ჩემი ნივთები ჩაალაგე. დევას წამოსაყვანად მოვედი, შენც გამოგივლი და აქედან წავალთ. ერთი წუთით რა ხდება, მამა? რას ქვია მივდივართ? ნუ არაფერს მეკითხები, შვილო, ხომ გაიგე რაც გითხარი? ნივთები ჩაალაგე და ჩემს არც დაელოდე. ახლა კი უნდა დაგეშვიდობა. იბრაჰიმ, გთხოვ, გემუდარები, არაფერი უთხრა. გთხოვ, იბრაჰიმ. გთხოვ. იბრაჰიმ. მამა? ისინიც მოვიდნენ. დავიღუპე. მამა. შვილო. ჩემო დევა. მოხვედი. დამენახე? როგორ ხარ? კარგად ვარ. კარგად, თავს კარგად უგრძნობ, აქედან მივდივარ, შვილო. დევა, მოდი ვისაუბროთ. რაზე უნდა ესაუბროთ, ქალბატონო? ჩემს ქალიშვილს იმ სულ მდაბალთან არ დავტოვებ და აქედან არ წავალ. იბრაჰიმ ბეი, გთხოვთ, გულჯემალს ნუ რაფერს ეტყვით, ჯერ ჩვენ დავილაპარაკოთ. არ ვეტყვი. მაგრამ ამას არც ერთი თქვენგანის გამო არ გავაკეთებ. მუცლად მყოფ უმანკო არსების გამო არ ვეტყვი. ჩემი ერთადერთი სურვილი, ჩემი ქალიშვილის ამ სახლიდან წაყვანაა. წამოდი, შვილო, წავიდეთ. მხოლოდ 5 წუთი. 5 წუთი მადროვე, მამიკო. შემდეგ კი აქედან ერთად წავალთ. რა ხდება, რატომ მოხვედი? რაღაც მოვიდანე. ეძმა გულჯემალს უნდა მისცე. კარგი, დამელოდე. კარგი. რა ხდება, ძმაო? ბიძია იბრაჰიმი მოსულა. ვადაიწურება, რომელიც დევამ მომცა. და შენ მტკიცებულება ვერ იპოვე, არა? სამწუხაროდ ვიპოვე. ძმაო, მოიტანა. ხმერთ. ეს შენთვის ბოლო შანსია. აქედან უნდა გაიქცე. მე წავედი. ფრთხილად იყავი. ზაფერ ხანიმი. გულჯემალს უნდა შევხვდე. მოგძანდით. ვადა მოიწურა. ვიცი. ჩემი დანაშაული ვერ დაამტკიცე. თავს წყვილად ნუ დაიღდი, შვილო. წამოდი, მივდივართ. ნაჩქარებ დასკვნებს აკეთებთ. ჯერ რაღაც უნდა ვნახოთ. მომეცი.
რა ხდება? ვიღაცამ კარი ჩამოიღო. ზაფერხანი, მარტო დაგტოვეთ. ზაფერხანიმი? დედა ზაფერისაც წავიდა. არ იმსახურებ. იმედია შენ სულ ზრდელურ საქციელს ახსნა აქვს დევა. ასე როგორ მომეკეცი? ასე დაბრმავდი? გულჯემალისადმი ზიზღმა ასე უსინდისო ადამიანად გაქცია? რა სისულელეს ამბობ? შენი ბრძანებით არ გამიდაცეს? იმ კაცებმა შენი დავალებით არ გამიდაცეს? ჩემი მოკლა სცადეს. კი ნახა მოვკვდი. გულჯემალს რომ არ მოესწრო, ახლა მკვდარი ვიქნებოდი. გითხრეს რომ ეს მე ჩავიდენე და შენს დაიჯერია რა? რა სწრაფად დაივიწყე? მამა შენს როგორ მოექცნენ? თქვენ როგორ მოგექცნენ? ახლა მათი გჯერა თუ ჩემი? რომელსაც ერთ დროს დედას უწოდებდი. შენი შენ საკუთარ შვილს აღარ სჯერა. მე დაგიჯერო? არმაღანი რა შუაშია. საინტერესოა რას გვიმალავ. არმაღანი ლონდონში ესე სწრაფად რატომ გაუშვი? ადამიანი რომელსაც მხეცს უწოდებს, სინამდვილეში მხეცი არ არის. მხეცი შენ ხარ. მითხარი დევა დედაჩემს არაფერს ეტყოდა მეთქი. განაგრძე. საკმარისია. ჩართე და ბოლომდე უყურე. წადი აქედან. არ წავალ. არ საწავალ, პასუხი უნდა გამცე. რა დაგიშავე? რომ ჩემი მოგვასცადე. გონს მოდი. იცოდე შენ სიტყვებს ინანებ, მაგრამ მე არავითარ შემთხვევაში არ გაპატიებ. შენ გამპატიებას არ ვითხოვ. არც მე გაპატიებ. წადი აქედან. ებრულა. იარაღი მომიტანე. რათა გულჯემალი მომეკლა, მკვლელად მაქცევდი. მითომ ეხმარებოდი, განს რა ხდამტოვე. შენი ვერ გაიტანე და სასიკვდილოდ გამიმეტე. ხელი გამიშვი. არ შემეხო. მომისმინე. შენი ადგილი იცოდე, თორემ რა, ისევ გამიტაცებენ თუ ჩემს მოკვლას შეეცდებიან. იზრო დამთავრდა ზაფერხანიმ. ჩემს უკან უკვე მთასავით გულჯემალი დგას. აბა სადე? მიუხედავად იმისა, როგორ მომეკეცი. შენი მაინც მჯეროდა და გენდობოდი. აქ ჩემი ფეხით მოვედი. შენთვის არაფერი დამიშავებია, თუმცა მაინც არ მენდობი. გამკიცხე, უსამართლოდ დამსაჯე. თუ მენდობოდი, მაშინ აქედან რატომ წახვედი? მიპასუხე. მე გიპასუხებ. ყველა ჩემს ქალიშვილზე ლაპარაკობს. ქორწილის დღეს მდიდარ კაცთან ერთად გაიქცავ. მისი საყვარელი გახდაო. ხოლო ღირსება არ შეგვილახე. ჩემი ქალიშვილი ამ სახლში ჩაკეტე და მისი ნამუსი და პატიოსნება ხალხის სალაპარაკო გახადე. ეს ჩემი სურვილი ნამდვილად არ ყოფილა. აქამდე რატომ არ მითხარი? იმიტომ რომ ცოტა ხანში ზურგს გაქცევ და წავალ. შენ ამას იმსახურებ. საკმარისია. ყველაფერი დასრულდა. წავიდე ჩვილო. მოიცადე მამა. უკანასკნელად რაღაც უნდა ვუთხრა. მტკიცებულება ვერ იპოვე. ბადა ამოიწურა. ბოდიში მომიხადე. ბოდიში მომიხადე იმის გამო, რაც გადამატანინე. ახლავე. თოლი გამისწორე. და მითხარი, რომ შენ საქციელს ნანობ.
Sana yaşattığım მითხარებიდან რომ ასე მოგეკეცი და ბუდიშს გიხდიო. Şimdi yalvarmaya შემეხვეწე რომ შენ გვერდით დავრჩე. zor. რთული ყოფილა არა? Öyle ვიღაცის წინაშე დაჩოქება და ვედრება. Yalvarmak, ბუდიშის მოხდა. რთული ყოფილა. özür dilemek. არა? Sana seni ხომ öldüreceğim. გახსოვს გითხარი მოკლავ მეთქი. Seni nasıl იცი როგორ öldüreceğim მოკლავ? biliyor musun? Buradan çık. აქედან წავალ Sana da და შენთან დაკავშირებულს ყველაფერს დავივიწყებ. ამ სახლს დავივიწყებ. Hepsini ყველაფერს. რაც ამ სახლთან და შენთან მაკავშირებს. წარსულში დარჩები. შენც ხომ იცი ჯემალ ბეი, როცა ადამიანი ვიღაცის სიყვარულს წყვეტს, ის მასში კვდება. ახლა კი წავიდეთ, მამა. ბრწყინვალე წარმოდგენა იყო. დიდებული. ბოდიშს გიხდით რომ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ რადგან ყველას თავისი შვილი მიხავს, მეც ჩემსაც წავიყვან და წავალ. გითხარი არ წამოვალ მეთქი. შენთვის არ მithქვამს, მამა შენი როგორ მოკვდა არ მაღან. ოდა დროა სიმართლე გაიგო. რა სისულელია? მამა შენი სახლის წინ დარით დაჭრეს. როგორ? შენ მითხარი ავადო მყოფობდაო? მოგატყუე. მამა შენი გველმა მხეცმა მოკლა. Hani şu evinde kalmak ახლა მის სახლში ცხოვრობ. ayrıldığım. მამა შენი გულჯემალმა მოკლა. მამა შენის მკვლელის სახლში ვერ იცხოვრებ. ეს სიმართლეა? მამა ჩემი შენ მოკალი? ეს სიმართლეა? სიმართლეა. მიზეს არ მკითხავ? İntikam. შურის ძიების გამო, Babasının intikamını მამამისის გამო შური უნდა ეძია. Sen მითხარი, helallik ცოდვებს შევუნდობ. ვაპატიებო. onunla მას აპატიებ? Bak მომისმინი არ მაღან. burada kalmaya karar აქ დარჩენეს თუ გადაწყვეტ. შენს დასახვანად აღარ მოვალ. Bir daha sana არასდროს გეტყვი რომ სახლში დაბრუნდე. გასვლა მინდა. წავიდეთ აქედან. Emrullah ემრულა,
მანქანაში ჩავსვათ. Neden konuş? ხმა რატომ არა მოიხე გულჯემა? სიმართლე რატომ არ უთხარი? Görmedin mi çocuğu? ხომ დაინახე ბიჭი რა მდგომარეობაში იყო. Gözüme nasıl ვერ bakıyor? დაინახე როგორი თვალებით მიყურებდა. İyi akşamlar. საღამომშვიდობისა ოსტატო იბრაჰიმ. Yanlış yaptın. არასწორად მოიქეცი გულჯემა. სიმართლე უნდა გეთქვა. Bir günde ადამიანი ერთ დღეში ასად დიდ დარტყმას ვერ გადაიტანს. Abi. ძმაო, Teva დევა gitti. წავიდა. Bir şey yapmayacak. არაფერს მოიმოქმედებ. წავიდეთ და დავაბრუნოთ. უკან ვერ დააბრუნებ ფრანს, რომლის თოკიც გაწყდა. Ben özür dilemeyerek o ipleri kopardum. ბოდიში არ მოუხადე და თოკი თავად გადავჭერი. Parayı kaybettim. დევა დავკარგე. Her şeyi ყველაფერი დავკარგე. ნუ თუ ხარ იფეკ. ხომ იცი მამა შენი დაუფიქრებლად არასოდეს მოიქცევა. ცხონებული მამა ჩემი სოფელში მივდივართ. იმ სახლში დავრჩებით. დევა, შენ ხმას არ იღებ შვილო. არ გინდა სოფელში წასვლა. დევა. შენ გელაპარაკები შვილო. წასვლა არ გინდა? სად? ბაბუა შენი სახლში მეთქი. წავიდეთ მამიკო, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ აქ საუბრობთ და დევა ფიქრებით სხვაგან არის მამიკო. ამისმინე. გული დაგწყდა იქიდან რომ წამოხვედი. არა მამა, გული რატომ უნდა დამწყდეს? ყველაფერი დამთავრდა. წარსულში დარჩა. მადლობა უფალს. ეს უბედურებაც თავიდან ავირიდეთ. ხო მართლა, ტელეფონები გამორთეთ არა? გამორთეთ მამიკო. ბარათები გადააგდეთ. ახალ ბარათებს ვიყიდით. ამიერიდან თქვენს კვალზე ვერავინ გამოვა. ახალ ცხოვრებას დავიწყებთ. მადლობა ღმერთს. ბოლოს და ბოლოს სამივე ერთად ვართ. ყველაფერი ისე იქნება როგორც წარსულში. მე შენ მიყვარხარ გულენდა. ისე მიყვარხარ, როგორც არმაღანი მიყვარს. ამ ისტორიაში ყველაზე უმანგო შენ ხარ. ყველაზე დაზარალებული შენ ხარ. სათამაშოების გამყიდველი ვეისი გახსოვს? მისი მაღაზიის ვიტრინაში ამის მსგავსი თოჯინაიდო. შენ ძალიან გინდოდა, მაგრამ ვერ გიყიდე. რამდენიმე დღე იტირე. ხო, თოჯინის ყიდვა 25 წელი დაგაგვიანდა. ამდენი წლის შემდეგ აქ შენი შვილის დასაბრუნებლად მომიყვანე? არა. მე მხოლოდ გთხოვე. გრცხვენოდეს. ამდენი წლის შემდეგ ჩემთან შეხვედრა შენი შვილის უკან დასაბრუნებლად მოინდომე. არმაღანი წამოვიყვანოთ. შენ წამოდიდე ჩემთან იცხოვრე. დავიჯერე რომ მართლა გიყვარვარ. გულენდა. ძალიან მიყვარხარ შვილო. გაჩუმდი. თავს უარესად ნუ დაიმცირებ. გაჩუმდი. უფალს ვთხოვ რომ შენაირი დედა არც ერთ ბავშვს არ ყავდეს. შენ რა ადამიანი ხარ? საკმარისია. გეყოფა. წაიქცა. გონება დაკარგა. არ შეეხოთ. ეპილეფსიური შეტევა აქვს. არ შეეხოთ, დამშვიდით. შეტევა აქვს, არ შეეხოთ. გეთილი იყოს თქვენი მოგზანება. არმაღან. თუ გინდა მისაღებ ოთახში შევიდე და იქ ვისაუბროთ. ახლა არა. ცოტა ხნით მარტო დარჩენა მინდა.
მანქანაში წყმა არ მოუღია. ბავშვი თავს არ დაცემულია. Neyse biraz გულს toparlansın. მოვიდეს და მოგვიანებით ავეპარაკები. რაღაც მინდა გითხრათ. Nedir? ისმენ, დღეს გულჯემალის სახლში ერთი ქალი დავინახე. შემინულ მისაღებ ოთახში იყო, სადაც თქვენ იყავით. Ben de fark მე შევამჩნიე, მაგრამ სახი არ დამინახავს, ნაცნობია. ამას წინა თქვენ რომ წნევა აგიწიათ ოსტატი იბრაჰიმის სანახავად საავადმყოფოში მარტო მივედი. ის ქალიც იქ დამხვდა. ვიკითხე ვინ არის მეთქი და მითხრა ჩემი შორეული ნათესავიაო, მაგრამ დღეს გულჯემალის სახლში დავინახე. თან გულჯემალის სახლში, თან ოსტატ იბრაჰიმის გვერდით. რა საინტერესოა. ნედა ვინ არის? თუ გსურთ გავარკვევ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ სახლში წარმომადგენელი გყავს. ცოტა სულელია, მაგრამ თავარია დევა იბოვო. მეგონა დევასთან უკვე აღარაფერი გაკავშირებდეთ. გულჯემალთან აღარაფერი გვაკავშირებს. მაგრამ დევა, daha onun aşkı. მისი სიყვარულით არ დაფერფლილა. Deva için. არ მომკვდარა. დევას გამოსუნთქვა არ შეგვია. Ay Gülcemal'den aldığı. მასთან საქმეს მაშინ დავასრულებთ, როცა დევას გულჯემალს ავართმევთ. ელდა. არ გითხოვთ სად მივდივართ? საკმაოდ შორს. შენ სიჩქარეს მოუმატე. ასე უაზროდ უნდა ვიაროთ? უაზროდ რატომ? რაც უფრო შორს წავალ, ჩემთვის უკეთესი იქნება. ასე არ შეიძლება ბატონო. თუ გინდა სხვა მანქანაში გადაჯექი. კარგი, თუ ასე აეროპორტში წამიყვანე. ყველაზე შორს რა რეისიც იქნება, იმ რეისით გავფრინდები. არა, აეროპორტში ვერ წავალ. რეგისტრაციის გავლისას ჩემს იდენტიფიცირებას ადვილად მოახდენენ და მიპოვიან. რას ამბობ? Devanın bana verdiği sürede olmak üzere. გადაიწურება, რომელიც დევა მომცა და შენ მტკიცებულება ვერ იპოვე. სამწუხაროდ ვიპოვე. ძმაო, მოიტანა. Oğlum Mert. მერტ, შენთვის ბოლო შანსია, აქედან უნდა გაიქცე. ავტოსადგურში წამიყვანე. 1000 ავტოსატრანსპორტო კომპანია ვერ მიპოვიან. ადვილად გავიქცევი. ბიძია, ვინმე ნაცნობი ხომ არ გყავს, რომელიც აქედან იახტით კუნძულზე მალულად გადამიყვანს? ძალიან გთხოვ. გთხოვ, შარში ნუ გამხვევ შვილო. კარგი, რამში შარაყოფილ ხარ? კარგი, ავტოსადგურზე მიმიყვანე. ჩემს თავს როგორმე მე მივხედავ. რა უთხრა? Hadi. გულენდამ, ვიცი, ძალიან გაბრაზებული ხარ, მაგრამ მხოლოდ ერთ შეკითხვას დაგისვამ. ადამიანმა თავისი შვილის მამა უნდა მოკლას? ვიცი, შენთან ხანმოკლე ურთიერთობა მქონდა, მაგრამ იმ ლამაზი და დაუვიწყარი დღეების ხათრით გთხოვ, გემუდარები, ბადა მომეცი, რომ აქედან მშვიდობით გავიქცე. ბატონო, მე ბურაკი ვარ, თქვენი მეუღლე ქუჩაში შეუძლოდ გახდა, შეტევა ჰქონდა. საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ. რა? მოიცადე ბიძია, გააჩერე. ახლა კარგად არის? ზაგან მაგრძო? ვერ ხსნი? დიდი ხანია კარი არ გაღებულა, ალბათ დაჟანგდა. ახლავე გავაღებ. ახლავე. მამა, ადვილად გააღე, მამიკო. შემოდით. აქეთ წამოდით. მოდით. მერტო ჩემო. წადი აქედან. რა უშავს? სხვა თუ არაფერი? კვერცხი არ მოგვაკლდება.
მამა ჩემის გარდაცვალების შემდეგ აღარ ჩამოსულ ვარ, აქაურობა მოსაწესრიგებელია. ვიფიქრე დროებით აქ ვიცხოვრებთ მეთქი, მაგრამ შეუძლებელია აქ ვერ გავჩერდებით. სხვა გზა უნდა ვიპოვოთ. მამა, ჩვენი ქურდი მამალი ყოფილა. ერთი წუთით ეს რა პესიმიზმია. მე რა მოხდა? აქაურობას დავასუფთავებთ და ბედნიერად ვიცხოვრებთ. ულამაზესი ადგილია. თანაც რაც თანხა გქონდა ჩემი ქორწილისთვის დახარჯე. ახლა დანაზოგი აღარ გვაქვს. იჯარის გადასახადს ვერ შევწუდებით. მადლობა ღმერთს, რომ თავშესაფარი გვაქვს. ობობას ქსელებით მორთული. ჩვენ სამნი ხომ ერთად ვართ? სუნთქავთ. ო, ჯანმრთელები ვართ. ყველაფერს ნულიდან დავიწყებთ. ყველაფერს შევძლებთ. ხომ ასეა? მითხარით. აბა? თავარია ერთად ვართ. ასეა, მამა. მე რას მიყურებ? მე სულ წუწუნებ. ყველგან ვიცხოვრებთ, ჩემ გვერდით თუ თქვენ იქნებით. ჩემი საყვარელი მამიკო. საქმე შევუდგეთ. ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ. დავიწყოთ. Özür dilerim. ბოდიში მომიხადე. Bana yaşattığın her şey için ბოდიში მომიხადე იმის გამო, რაც მე გადამატანინე. gözümün içine Ახლავე მომიხადე, თვალი გამისწორე და მითხარი, რომ შენ საქციელს ნანობ. kalmam için. Sana dair her შემეხვეწე. şeyi unutacağım. Arkamda kal. შემეხვეწე, რომ შენ გვერდით დავრჩე. Ki sen de bilirsin. აქედან წავალ და შენთან დაკავშირებით ყველაფერს დავივიწყებ. Bıraktığında içinde ölmeye başlar. მოგატყუე. მამა შენი გველმა მხეცმა მოკლა. მის სახლში ცხოვრობ. გულ ჯემალმა მოკლა. Cemal tarafından. ძმო, Her şey ყველაფრის კონტროლი როგორ დავკარგე ვეფა? ყველაფერი დავკარგე. დევა დავკარგე. არმაღანიც. ამჯერადაც დედა ჩემმა გაიმარჯვა. რა არ მოვიმოქმედე, ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდი. არ იჩქარო, ხელი მომკიდე. ფრთხილად. ხელი მომკიდე. მოდი მე დამეხტენი. მოდი. ერთი წუთით. ნელა წავიდეთ. ნელა. ეს ბოლოა ძმაო. 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 ფრთხილად. ძმაო. გულემდამ რა დაგემართა, რა გჭირს? ძალიან ცუდად ვარ. საავადმყოფოდან მოვდივართ, როგორც ექიმმა თქვა, ეპილეფსიური შეტევა დაემართა. რა დაგემართა დაიკო? დამშვიდდი. წამოდი. სახლში შევიდეთ. დამშვიდდი საყვარელო. წამოდი. დაწექი და დაისვენე. ფრთხილად.
Yavaş abiciğim gel. ნუ გეშინია, გაგივლის. Gel abiciğim. წამოდი. Yavaş. გაგივლის. Geçecek merak etme. თხილად. Armağan. Armağan. კარგად ხარ შვილო? დაისვენე გონს მოხვედი. ცდილობ მომხდარ შევეგუეო და გავითავისო. სწორედ ამიტომ არ მინდოდა რომ იმ სახლში დარჩენილიყავი. ჩემთვის სიმართლე რომ გეთქვა, იქ 5 წუთიც არ გავჩერდებოდი. მითხარი მამა შენი ავადმყოფობდაო, კაცი მოუკლავთ, მსხვერპლი ყოფილა. ასეთი რამ როგორ დამიმალე დედა? შემეშინდა Armağan. ვერ გითხარი. Seni o kan davasında... არ მინდოდა რომ იმ სისხლიან დაპირისპირებაში ჩართულიყავი. მაგრამ იმ გველმა ყველაფერი გააკეთა. ბოლოს მაინც გვიპოვა. ჩემთვის ბევრ შეკითხვაზე გაქვს პასუხი გასაცემი. რაც გინდა ის მკითხე. ყველაფერზე კი პასუხებ. კარგი. ამით დავიწყოთ. ეს ზერილი სადიბოვე. შენ სეიფში. ჯერ არ დასრულებულა. შემდეგ ფოტოსურათზე გადადი. ჩემს ნივთებში იქექებოდი? ეს ბავშვები ვინ არიან დედა? ჩემი ნათესავები. ადრე სამახსოვროთ ასეთ სურათებს ხშირად ვიღებდით ხოლმე. შენ ტელეფონები არავის ქონდა. შენ რა გიგონა? ვინიცის შენს წარმოსახვაში რა სცენარები დადგი? Mektup peki? წერილზე რა სიტყვი? როგორ ჩანს ქალი მამა ჩემის ყოფილი მეუღლეა. შვილი ხოლია, ყველაფერი ნათლად უწერია დედა. მამა შენ სანამ ჩემზე დაქორწინდებოდა ქალიშვილი ყავდა. როგორ? Yani მე უფროსი დამყავს? ვწუხარ. ალბათ ადრე უნდა მეთქვა. ალბათ მან შენ გულჯემალს და იმ გოგოს შენს დაძმათ არ აღიქვამდი. peki şimdi ახლა სად არის? რას აკეთებს? არაფერი იცი? მუსტაფა მათ დიდხანს ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვა იქ, სადაც დატოვა. სიკვდილამდე თავის ქალიშვილს ეძებდა. ანუ უფროსი დამყავს, რომელიც ჩემი სისხლი და ხორცია? და მის შესახებ არაფერი ვიცით დედა? ასეა? სამწუხაროდ ასეა. მოდით, ძალიან დაიღალეთ. დაისვენეთ და თან ჩაიდალიეთ. ახლავე მამიკო, ეს დღეში უზარმაზარი მისაღები ოთახი დავალაგეთ. დღეისთვის საკმარისია. ხვალ დურგალთან წავალ. თქვენთვის საწოლებს შევუკვეთავ. ამაღამ აქ როგორმე მოვთავსდებით. კიდევ ბევრი საქმე გვაქვს. უამრავი. შენმა მარჯვენა მიხაროს მამიკო. რა დაგემართა დევა, ისევ ჩაფიქრდი. ისევ ის კაცი გაგახსენდა? მის გამო წუხარ? არა, ასე არ არის. Öyle değil tabii ki de. სინამდვილეში გულჯემალი ცუდი პიროვნება არ არის. ერთო ჩემო ახლა ეშმაკის დამცველ იურისტად მოგვევლინა. არა, მას არ ვიცავ. Bilmiyorum onu yani ama დაფიქრდი მამა. baba şimdi bir მამამ სხვა ქალის გამო მიატოვა. başka bir kadın için ყოველივე ამის შემდეგ ლოგიკურად როგორ იაზროვნებს? ne kadar sağlıklı Rogor. olabilirsin ki zaten. რას ამბობ? მამამისმა მიატოვა? Armağani ყველაფერს მიხვდა მამა. გულჯემალი და გულენდამი მუსტაფა ფეხლივანის შვილები ყოფილან. ღვთის გულისათვის ასეთ რამეს საიდან იგონებ შვილო? არა მამა არ იგონებს. მეც მოწმევა რა სეთქვა. თქვენ არაფერი იცით, ისინი მუსტაფა ფეხლივანის შვილები არ არიან. ისინი ზაფერ ფეხლივანის შვილები არიან. ზაფერ ფეხლივანი გულჯემალის დედაა. რა?
მამა, ხვდები რას ამბობ? იმ ხალხს 40 წელია ვიცნობ. რატომ მოგატყუებთ? მომისმინეთ, მუსტაფა ფეჰლივანს ზაფერ ჰანიმი ახალგაზრდობაში ძალიან ხვარებია. დაქორწინებას გეგმავდნენ, მაგრამ მამამის ამის უფლება არ მიუცია. მუსტაფა ფეჰლივანი სასიძოდ არ უნდოდა. ზაფერ ჰანიმის მამას თავისი ქალიშვილი სასწრაფოდ გაუთხოვებია, სახელი არ გაუტყდესო. ფეხსაცმლის შემკეთებელი იყო საიმი. საჩქაროდ მისთვის მიუთხოვებია. იმ ქორწინებისას გულჯემალი და თავისი და დაიბადნენ. წლების შემდეგ არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ერთ დღეს მუსტაფა ფეჰლივანი ისევ ზაფერ ჰანიმს შეხვდა. უთქვამს, შენზე დავქორწინდები, ოღონდ სახლიდან მხოლოდ შენ წამოხვალო. ზაფერ ჰანიმს თანხმობა უთქვამს. შვილები დაუტოვებია და მასთან ერთად გაქცეულა. საიმი ერთი პატიოსანი, საწყალი კაცი იყო. ერთი წლის შემდეგ, როგორც გავიგეთ, თავი ჩამოუხრჩვია საწყალს. რა? გულჯემალმა მითხრა, ბავშვთა კოლონიაში მოვხვდიო. ვინიცის დედამისის წასვლის შემდეგ თავს რა გადახდათ? მართალია. ბავშვები უპატრონოდ დარჩნენ. ვინიცის თავს რა გადახდათ? შემდეგ აქედან საერთოდ წავიდნენ. მე მხოლოდ ეს ვიცი. საკმაოდ მძიმე ისტორიაა. დაუჯერებელია. ის ქალი ასეთი უგულო როგორ არის? ნამდვილი იშმაკია. ხომ იცი ამის შესახებ არ მაღანს უნდა ვუთხრათ. გააფრთხილებ მისგან თავის შორს დაიჭირეთ. ხომ ხედავთ როგორი დაუნდობელი ქალი ამიერიდან უფალთან ახლოს, თქვენგან კი შორს იყოს. წერილი? წერილში ხსენებული ბავშვი ვინ არის? რა წერილი? ზაფერ ჰანიმის სეიფში ჩვენ წერილი ვიპოვეთ. მუსტაფა ფეჰლივანს ვიღაც ქალის წერს. რა წერდა? ბავშვი დატოვე და წახვედიო. შენ შვილს უპატრონეო, რაღაც მსგავსი ეწერა. ესე იგი მუსტაფა ფეჰლივანს შვილი ჰყავდა ან შვილები? მათი ისტორია შენ იცი? ვინ არის ის ბავშვი? არ ვიცი. ალბათ შვილი ჰყავდა.